ახსე უნდა მომხდარიყო და მოხდა. მოკლედ თქვენ მოხდით იქ, სადაც დღევანდელ დღეს აუცილებელი იყო თქვენ მოგეპოვებიათ ეს ინფორმაცია. თქვენ ქურმიქალის ტაროზე ბრძანდებით და მიხარია ნაცნობისათვის, უცნობისათვის, რომ ეს ვიდეო ხელმისაწვდომია. მოკლედ ასე, ჩემო ძვირფასო ადამიანებო, დადგა ჩვენ სამყაროში ისევ სარკული თარიღი, სარკისებრი თარიღი. აი მე შემიძლია აი ესეთ წარმოგადგენინოთ მაინც ყოველ შემთხვევისათვის 25/07/25 და 3/7-იანის ასე ვთქვათ კომბინაციას ვიღებთ ჯამში და ამ 3/7-იანს გასაკურველი ხელიდან არ გავუშვებ და ჩვენი პრაქტიკული საქმიანობისათვის გამოვიყენებთ ფულის კოდი. ლამაზად იწერება დღევანდელ დღეს და თქვენ შეგიძლიათ ეს საყოფაცხოვრებო, ასე ვთქვათ, პირობებში გააკეთოთ. ძალიან მარტივად და თანაც გენიალურად ვიწყებთ. ფაქტიურად ეს არის 3 პრაქტიკა. პირველი ეს კეთდება ისევ და ისევ ჩვენ ძველ მეგობარზე, რომლის სახელი გახლავთ დაფნა, ავიღებ დაფნას, ამ ბოლო დროს ხმელი დაფნის მოხმარებაზე გადავედი, იმიტომ რომ ახლები ესეთი ნორჩები და ისეთი სათუთები არიან, არ გამომადგება, მალე დნებიან და მალე ჭრებიან, ასე რომ თუ იმეს გაქვთ შემონახული უკეთესია, ჩემო კარგო ადამიანებო, პრაქტიკული მოსაზრებით. მაშასე, ჩემო კარგებო, ვიღებთ ჩვენს დაფნის ფურცელს ვაწერთ 2 რუნას. აი მე შევეცდები თქვენთან ერთად ეს ყველაფერი გავაკეთო კამერაში, მე მგონია ვხედავ რომ კარგია. პირველი რუნა ეს გახლავთ არც მეტი არც მაკლები რაიდო, რომელიც თავისთავად მოძრაობას ნიშნავს. რაიდო, როასო, ოღონ ფეხოდნა მოკლე და ფეხო რასაკურველია, რომელიც ჩვენთვის კარგად ნაცნობია. აბატონო, დავაწერეთ. რაიდო თავისთავად მოძრაობა, ფეხო თავისთავად ფულია. გადმოვაბრუნოთ მეორე მხარეს და რაღაც თანხა დავაწეროთ. ნუ ვიღაცისთვის ეს იყოს სიტუაცია და შეიძლება თქვენ უფრო დიდი ისენი გაქვთ 1000 ლარი. დავაწეროთ 1000 ლარი და აღნიშნული დაფნის ფურცელი შევენახოთ იქ, სადაც ჩვენი შემოსასვლელი პატარა ნოხი ქვია, სადაც შემოდიხართ და გადიხართ შემოსასვლელ კარებთან, ყველასოფერიან გარეთ ან შიგნით, გავაჩეროთ თვის ბოლო დღემდე. მოკლედ დღეს არის 25, 31 ივლისამდე, 31 ივლისს გამოგვაქვს ეს ყველაფერი და დავწვავთ, გავაქრობთ თვალთახედიდან და გზა იგი ხსნილი იქნება აუცილებლად. ამ თანხაზე თუ არა რაღაც მიახლოებულზე მაინც რაღაცა ასტრალ ციფრები არ დაწეროთ თქვენს რომ არარეალურ რაღაც ირეალიზმში გადავარდეთ რასაკურველია და ამიტომაც ესე. მეორე არის ესეთი თემა, ავიღებთ უკვე სუფთაც, ესეც შეგვიძლია გავაკეთოთ ხევანდელ დღეს. ამ ჩვენს დაფნის ფურცელს, კარგი იქნება ამ შემთხვევაში თუ ის ხმელი იქნება, აი ესე დავშნით, კი ბატონო, აი ესე დავშნით, დავანაწევრეთ და ხანჯარასთან მივიტანთ. და ესეთ სიტყვებს ვეუბნებით ხელის გულზე და აპრილს, ზედმეტს ვტოვებ, ყველაფერს კარგს ვიზიდავ. დაი იყოს ახლა ასე და გადავაგდებთ ამ ყველაფერს მოვიშორებთ ფანჯრიდან. ეხლა ფანჯარასთან ვდგავართ და არ შორდებით მის რაფას. მეორე მოვიდა ჩემო ძვირფასებო, ისევ ჩვენ ძველი მეგობარი, მე ისე კარგად მაქვს ესენი აპრობირებული, მწიკვი მარილი, ის რასაკურველია. ხელის გულზე, აი ესე, რაღაც ილუსტრაციას გიკეთებთ, გეგონება ისე ვერ გააკეთებთ თქვენ ამას და ვერ, ასე ვთქვათ, გამოაბამთ თავს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც ესე თვალსაჩინოდ ძალიან კარგია. ასევე ფანჯარასთან ვდგავართ, ასევე, ანუ ან ერთს გააკეთებთ, ან მეორეს, ან ორივეს ერთად გააკეთებთ, არ გავნებთ ჩემო ძვირფასებო და ვამბობთ ესეთ სიტყვებს. მარილი ფანჯარაში ფინანსების გზა გახსნილია. აი ესეთ სიტყვებს ვნახავთ. მარილი ფანჯრიდან უიღბლობა ჩემგან. მოვკიდებთ ხელთ ამ ჩვენს მწიკ მარილს და მოვისროლით ფანჯრიდან შორს და დაწუნებულიყავით, რომ ის მოიტანს შორს წასული. ისეთ ფინანსურ გაწმიდავს, გაწკრიალებს არხებს, რომელიც თქვენ ძალიან გინდათ, რომ იყოს სუფთა და დინარება იყოს შეუკავებელი და ჩუქჩუხა, ხო ასეა. მაშასე მარილი ფანჯრიდან უიღბლობა ჩემგან გადააგდეთ. მოკლედ ასე, ძალიან მინდოდა ამ ყველაფრის თქვენთვის ჩვენება, რატომღაც ასე მემართება ხოლმე, როცა რამ კარგ განსაკუთრებულ რიტუალებს მიმოვიხილავ, იმ წუთში მინდა, სადაც მე ვაკეთებ, იმ წუთში მინდა უცებ საქმეში ჩაერთოს ჩემი გამომწერი, იმიტომ რომ მე თქვენგან ისეთი ხარისხის, მოდი ასე ვთქვათ, მადლიერებას ვხედავ, ბევრი თქვენგანისაგან, ხო? როგორ შემიძლია ამ ყველაფერს არ მივცე
თავის დაფასების ასე ვთქვათ რეზონანსი როგორ არა ძალიან მიყვარხარ ძალიან პატივს გცემთ გააკეთეთ დღეს 3-7-იანის კომბინაცია შეგერგოთ და ფინანსურ დღეს ფინანსებს და დავჯერდეთ დანარჩენი სრულების სასრულებო და სხვა სფერო სხვა დროისათვის და პლუს ამას შეგიძლიათ ამ და სხვა თემებთან დაკავშირებით ბევრი ვისაუბროთ თუ მოინდომებთ ჩვენს ტაროზე კონსულტაციას არა მარტო ტაროზე სხვადასხვა ორაკულებზე სიბილაზე ლენორმანზე რა ვიცი 130 ტაროს დასტა თქვენს განკარგულებაშია ძალიან მიყვარხართ ძალიან გაფასებთ ძალიან მეიმედებით და ზუსტად მინდა ვიყო ის ადამიანი რომელიც რაც ჩამოვთვალე ანალოგიურ ნიშან-თვისებებს და ფუნქციებს ითავსებდეს მაშასე ხვავი ბარაკა და კომენტარებში რაც ყველაზე მთავარია ძვირფასებო არ დაგავიწყეთ დაწერეთ იცოდეთ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია სიამოვნებით ვიღებ სიამოვნებით გავაკეთებ მადლიერება თქვენ და თქვენ სამხანაგებს მეგობრებს ოჯახის წევრებს თუ ადამიანებს ვისაც ჭირდებათ ეს ყველაფერი რასაც მე სხვა სამ ინფორმაციას გადავნაწილებთ უფრო მეტი და მეტი შემოსავალი თქვენსკენ იჩეს პირს რამე თუ დასაცა გასცემ შენია კიდევ ერთხელ გაიხსენეთ ეს საოცარი ქართული შედევრი ქმილება ვეფხისტყაოსნიდან ის ყველა ფრაზა აფორიზმია და ყველა აფორიზმში უდიდესი ცხოვრებისეული სიბრძნე დევს არ მინდა ამ თემაზე გავაგზავნოთ თორე დილამდე ვილაპარაკებ ასე რომ წყვეთ ახლა ვიდეოს და გააკეთეთ რასაც გულით გთხოვთ და გულით ჩუქნით და გულით გიცხნით სიყვარულთან ერთად გასცინთ ყველა თქვენი თეა